გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ლელოს წინასაარჩევნო სააგიტაციო პლაკატი ვნახე. იქ გამოსახულნი არიან თბილისის მერობის მსურველი ირაკლი კუპრაძე, ვიცე-მერობის მსურველი ალიკო ელისაშვილი და ვიღაც გოგონა. იმ გოგონას არ ვიცნობ, მაგრამ მე რო არ ვიცნობ, ეს არაფერს ნიშნავს. ორმა ბუმბერაზმა გვერდით თუ დაიყენა, ალბათ ცნობადი სახეა და თუ სიტყვაზე ცნობადი არა, ესეც არაა მთავარი. მთავარია რომ ელისაშვილსა და კუპრაძეს ყველა ვცნობთ და ეს უკვე საკმარისია. გოგონა კი საკმაოდ მომხიბვლელი გარეგნობისაა და შეიძლება ამიტომაც დაიყენეს გვერდით. აბა სააგიტაციო პლაკატზე ერთი მაინც ხომ უნდა იყოს მომხიბლავი გარეგნობის. ხოდა პლაკატს აწერია დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი. აი ამ ფრაზამ კი დამაბნეა. ანუ ლელოს მთავარი გზავნილია რომ ქალაქი დაიბრუნონ. ამ ლოგიკიდან გამომდინარე გამოდის რომ ქალაქი თბილისი მზისა და ვარდების მხარე მანამდე უკვე იყო კუპრაძის, ელისაშვილის და იმ გოგონასი. და მე ალბათ ბოროტმა ბიძინამ ეს ქალაქი მათ წაართვა. არა ბიძინამ არა, ბოროტმა კალაძემ, დიახ, წაართვა გამოგლიჯა კუპრაძეს, ელისაშვილს და იმ გოგონას ხელებიდან და ახლა ეს სამეული ცდილობს ქალაქის უკან დაბრუნებას. მეგობრებო, ვინმე გახსენდებათ რომ ქალაქი თბილისი როდესმე კუპრაძის ან ელისაშვილის იყო? პირადად მე ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ. მოკლედ ის სამეული ქალაქის დაბრუნებას გვპირდება და საინტერესოა ჩვენ ყველანი ძირძველი და ძირ ახალი თბილისელები ამ დროს სად ვართ და რას ვაკეთებთ. გვერდიდან ვაკვირდებით კუპრაძისა და იმ დანარჩენი ორის ცდას თბილისის დაბრუნებაზე და როგორ აპირებენ ამას? მშვიდობიანი დამხობით? თუ არა? მშვიდობიანი დამხობა ეს ნაცების know-how-ა. ისე კი კაი სახალისო სიტუაცია გველოდება 4 ოქტომბერს. ლელოელები ქალაქის დაბრუნება შეეცდებიან, ნაცები მშვიდობიანად ამხობენ ხელისუფლებას, გახარია გერმანიაში ღორის მოხარშულ კანს ამოეფარება და ეგრეთ წოდებული კაი გირჩი კი ჩაცუცქული იჯდება და იკისკისებს. სულის სრული აპოთეოზი, მეგობრებო. კარგი ხუმრობა იქით იყოს და მინდა ვიკითხო, რატომ უნდა ავირჩიო ლელო? რატომ უნდა მივცე ხმა კუპრაძეს, რომელმაც აზრიანი საარჩევნო პროგრამაც კი არ წარმოადგენა? ის, რაზეც კუპრაძე ლაპარაკობს, არ არის ქალაქ თბილისის მერის წინასაარჩევნო პროგრამა. ეს არის ლელოს შარშანდელი წინასაარჩევნო საპარლამენტო პროგრამა, რომელიც კუპრაძემ ბეჯითად გადაიწერა და ახლა ასაღებს როგორც ახალ სიტყვას. ქალაქ თბილისს უამრავი პრობლემა აქვს. დიახ, ეს ნორმალური ამბავია, იმიტომ კი არა აქვს ქალაქ თბილისს უამრავი პრობლემა, რომ კალაძე ცუდი მერია. არა, იმიტომ აქვს უამრავი პრობლემა, რომ ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და დღითი დღე ვითარდება, იზრდება, დიდდება, ხალხი მატულობს და ამის გამო პრობლემები სულ იქნება. მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქი უამრავი პრობლემის წინაშე დგას და იმ პრობლემებს ასე თუ ისე უმკლავდებიან და თბილისში მერობას აპირებს ადამიანი, რომელიც როგორც ხვდები, ბაიბულში არ არის თუ რა არის მერობა. ტიპი მპირდება, მერად ამირჩიე და 1000 ლარიან პენსიას დაგინიშნავ და რუსულ რეჟიმს მოგაშორებთო. ეს რა არის? როგორ შეუძლია მერს პენსიების გაზრდა და იცით როგორ შეუძლია? გეტყვით? არანაირად, დიახ? არანაირად ქალაქის მერს პენსიების გაზრდა არ შეუძლია. ერთადერთი თუ კი ის მთელ მერიას უხელფასო დატოვებს და მერიის სახელმწიფო ფონდს მოქალაქეების პენსიაზე გადაანაწილებს. დიახ, მაშინ გაგვეზრდება პენსიები ასე ალბათ 1 ლარით. ძალიან დელიკატური ადამიანი ვარ, მეგობრებო. ვცდილობ მეტნაკლებად ფრთხილი სიტყვები გამოვიყენო, როდესაც საჯაროდ ვლაპარაკობ. აი, როგორც ახლა მაგალითად, მაგრამ რიგ შემთხვევაში უკვე ვგრძნობ, რომ მოთმინება არ მყოფნის და ენას კბილს ვაჭერ, რომ რამე უხამსობა არ წამომცდეს. დიახ, აი ამ დილეტანტ ადამიანებს, ამ მატყუარებს, რომ ხედავ და უსმენ, გულის რევის შეგრძნება მეუფლება და ცერუკალის აბებს ვეტანები. ვის ატყუებენ? უბრალოდ ვის მოტყუებას ცდილობენ და რატომ ფიქრობენ, რომ რაღაც სიმპათიებს იწვევენ მოქალაქეებში, ვერ ხვდები.
მე ახლა არ დავიწყებ პროგნოზირებას თუ რა ანგარიშით მომუგებს ოცნება ლელოს. არ მიყვარს მარჩიელობა და მით უმეტეს ფსონის დადება. ვიცი რომ მოუგებს და მოუგებს სრულიად გასაგები მიზეზების გამო. მოუგებს იმიტომ კი არა რომ ოცნება უძლეველი და შესანიშნავი და სრულყოფილია. არა, ამას არ ვამბობ. სრულყოფილი არავინაა, გარდა უმაღლესი გონებისა და მანაც მგონი მსოფლიოს შექმნის ფორმულაში რაღაც შესვლა დაუშვა. არა, ოცნება მოუგებს ლელოს იმიტომ რომ ლელოა ძალიან სუსტი, რომ ლელომ ვერ მონახა ღირსეული კანდიდატურა, აზრიანი, ინტელიგენტი, მართალი, წესიერი კანდიდატურა, რათა მერის კანდიდატურად წარედგინა. თუმცა ხაზარაძე, ჯაფარიძის კუტოკი წესიერ კაცს საიდან დააყენებდა კანდიდატად. წესიერი კაცი მათთან არასდროს მივა და რატომ არ მივა, ეს ყველამ ვიცით. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.